დავერთი სტუმარი ამჯერად გუბას სანიკიძე ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი გვერდება პირდაპირ ეთერში ბატონო გუბას საღამო მშვიდობისა და გმადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო გუბას პირველ რიგში თქვენი შეფასება მაინტერესებს დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. გარდა ამისა ვახსენოთ დღევანდელი დღე, ჩვენი ეროვნული ტრაგედიის დღე. ეს არის მეორე კრწანისი ჩვენს ისტორიაში, რასაც ქვია სოხუმის დაცემა. ამიტომ ყველას უსამძიმრებს, სრულიად საქართველოს უსამძიმრებს დღევანდელ დღეს და გარდა ამისა მოუწოდებს სრულიად საქართველოს, რომ ხიზლად ვიყოთ და გვახსოვდეს ყოველთვის სოხუმი. სოხუმის დავიწყების უფლება ჩვენ არ აგვაქვს. ახლა რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, გამოსაძიებელია, რა თქმა უნდა, აუცილებლად. სააკაშვილი რო ყველაფერზე წამსვლელია, მე მგონი ამაზე ყველა შეთანხმებულები ვართ, იმიტომ რომ ის არის ადამიანი, რომელსაც არ აკავებს არაფერი, ის თავის ქვეყანას დიდი ხანია ხედავს როგორც საზარბაზნე ხორცს და კიდევ ერთი რამ მინდა მე ვთქვა თამთა და ხაზი მინდა გაუსვა. ძალიან ბევრს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არ უნდათ ერთი რამ, რომ საქართველოს მიიღოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი გადაწყდეს ჩვენთვის სასარგებლოდ, ამიტომ ვიღაცებს როგორც ჩანს საშინაო დავალებები აქვს ამასთან დაკავშირებით. ეს ერთი мотиваცია ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე мотиваცია როგორც ჩანს აშკარად ეთყობა ნაციონალურ მოძრაობას, რომ ეს არის მისთვის ბოლო არჩევნები, სადაც შეიძლება მათ რეალური შედეგი დადონ, რა თქმა უნდა მოგებაზე ზედმეტია საუბარი. და როგორც ჩანს ეს არის ბოლო არჩევნები ჭყალებში პერსპექტიული. აშკარად ეთყობათ მათ ნერვიულობა. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, მე ვერაფერს ვერ გეტყვით, მე სუბიექტური მოსაზრება მაქვს. ოღონდ ამ სუბიექტურ მოსაზრებას ახლა ჩემთვის დავიტოვებ. მოუწოდებ ორგანოებს, რომლებსაც ხელეწიფებათ, დროზე იქნებ არჩევნებამდე გავიგოთ რაშია საქმე. გაქვთ ეფექტური გამოძიების იმედი? იმედს ვიტოვებ ყოველთვის. მაგრამ რაც შეეხება თავად მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით, დღეს პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა ყოფილმა სახელისუფლებო გუნდმა აი ამ მასალის მოპოვებაში. თქვენ რა ვერსია გაქვთ? როგორ გავრცელდა დღეს ინტერნეტში ერთ-ერთ პორტალზე აი ეს ჩანაწერი? მე ირმას დავეთანხმები ერთ საკითხში, რა უნდა მოხდეს კაცრად გამიჯვნა ჩანაწერების. ერთი არის პირადი ჩანაწერები, რომელიც არის პრივატული გარემოს ნაწილი და მეორე ნაწილი არის სახელმწიფოს უკავშირდება თუ არა ესა თუ ის ჩანაწერი. ახლა სადაო შეიძლება იყოს რამდენად ღირდა ამის ესე იგი გამოქვეყნება თუ არ ღირდა, იმიტომ რომ აქ სახელმწიფოზეა საუბარი. უნდა დადგინდეს რამდენად ნამდვილია ეს ჩანაწერები და რა თქმა უნდა სპეცსამსახურებს აქვს უფლება მოიპოვოს ასეთი მასალა, იმიტომ რომ საქმე ეხება რამოდენიმე მილიონი კაცის მომავალს და არა ერთი ან ორი ადამიანის მომავალს. ეს სადაო საკითხია, მე არ ვფიქრობ, რომ ახლა მთავარი საკითხი იყოს ესა, უბრალოდ უმთავრესი საკითხი არის იქნებ ჩვენმა სპეცსამსახურებმა, ჩვენმა პროკურატურამ იქნება არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე ის მაინც გვითხრან ეს ნამდვილია ეს ჩანაწერები თუ არ არის ნამდვილი. ბატონო გუბას, რაც შეეხება თავად მოსალოდნელი პროვოკაციების საფრთხეს და საშიშროებას, თქვენც ხედავთ აი ასეთი არეულობის კონკრეტულად ვის ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან? ხედავ, ყველაზე უფრო ეჭვმიტანილი ამ საქმეებში რა თქმა უნდა ნაცმოძრაობა არის. მე არ გულისხმობ ახლა როცა ნაცმოძრაობას ვამბობ მათ მხარდამჭერებს და მთლიანად ნაციონალურ მოძრაობას, მე გულისხმობ ეგრეთ წოდებულ ლიდერშიპს, მათსას სააკაშვილის თამადობით. სააკაშვილი ამნაირი საქმეების გამკეთებელი არის და დიდოსტატი არის. ხო, მაგრამ მე კიდევ მეორე საფრთხეს ხედავ, რომელზედაც მე მინდა გავამახვილო ყურადღება და ჩვენი ამორჩევლისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის მინდა თქვა ერთი რამ. ცოტა მეტი ყურადღება გვჭირდება აჭარასთან დაკავშირებით. ორჯერ გავიმეორე. გულისხმობ იგივეს, იმიტომ რომ არიან ქვეყნის გარეთ
რამოდენიმე ქვეყანაში ალბათ და არა ერთ ქვეყანაში არიან ძალები, რომლებსაც ძალიან არ უნდათ, რომ საქართველოს ჩატარდეს ნორმალურად არჩევნები, ვიზა ლიბერალიზაცია მე უკვე ვახსენე. არის გარკვეული პოტენციური მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა პანიკას არ ვთესავ პირიქით, ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულია ეს პრინციპით მოქმედებ ახლა. არის გარკვეული პოტენციური ეჭვები, რომ მოხდეს რელიგიური დაპირისპირების ინსპირირება. ყველაზე მოწყვლადი რეგიონი ამ თვალსაზრისით ჩვენთვის არის აჭარა. ამიტომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებ და ეს მოწოდებაც არ არის, ეს არის მოვალეობა, განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეპყრათ ჩვენ ამ ვითარებას, მით უმეტეს თუ გავითვალისწინეთ იმ საფრთხეებს, რომლებიც როგორც ჩანს უფრო გაძლიერდება, რაც ხდება ჩვენი ქვეყნიდან განსაკუთრებით სამხრეთით მიმდინარე პროცესებს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიან დაპირისპირებას, როგორც ჩანს პიკი ისევ წინ არის, მშვიდობისკენ არ არის დაძრული სიტუაცია, შეთანხმებები ჯერჯერობით ძალიან შორს არის, ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების, მედიის და ნებისმიერი წევრის ქართული სამოქალაქო საზოგადოების უნდა იყოს, რომ ის საფრთხეები არ შემოვიდეს ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ეს ძალიან ძვირად დაგვიждდეს იმ დონეზე, რომ საქართველოს შეიძლება ვეღარ გადაიტანოს ეს პრობლემები. ამიტომ ყურადღებით და მეტი პასუხისგებლობით უნდა მოვეპყროთ ისეთ საკითხებს, რასაც ქვია რელიგიური ურთიერთობები, ჩვენ იდეალურთან მიახლოებული შიდა რელიგიური ურთიერთობები გვაქვს. ეს მარტო სახელმწიფოს დამსახურება არ არის, ეს არის ჩვენი წინაპრების დამსახურება ყველა მხრიდან, ყველა რელიგიის წარმომადგენლებისგან. ამიტომ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და თუ არ მივამატებთ, ის მაინც გადავცეთ, რაც ჩავიბარეთ ჩვენი წინაპრებიდან, გადავცეთ ჩვენს მომავალს. ბატონო გუბაზ, ეს არის თქვენი ვარაუდები თუ კონკრეტული და ზუსტი ინფორმაცია გაქვთ აი ამ საფრთხეზე, რომელზეც ახლა ინფორმაციები პლუს ვარაუდები, ორივე ერთად. ბატონო გუბაზ, რაც შეეხება თავად ხელისუფლების როლს, ჩვენ მოვისმენთ მათგან არაერთი განცხადება, რომ არ იქნება არც ერთი არეულობა და დესტაბილიზაცია დაშვებული ქვეყანაში. აი, რამდენად ხედავთ თქვენ რესურსი, რამდენად აქვს ხელისუფლებას, რომ მართლაც ნებისმიერი პროვოკაციის საფრთხე აღკვეთოს დროულად, აი, რამდენად ადეკვატურ პრევენციულ ნაბიჯებს ხელისუფლების რესურსს ყოველთვის განსაზღვრავს საზოგადოებრივი განწყობა. ქართულ საზოგადოებას არ უნდა ახალი არეულობა. გამორიცხულია ეს ჩვენთვის, ამიტომ ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარანტირებული შეიძლება იყოს ჩვენი საზოგადოება ამ მოსალოდნელი არეულობებისაგან. ჩვენ ამას არ დაუშვებთ და მე არ ვამბობ როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ამ ქვეყნის შვილი და მოქალაქე და ამ აზრზე არის ჩვენი ერის დიდი ნაწილი, უდიდესი ნაწილი, თითქმის 100%. ჩვენ არ დაუშვებთ სისხლიან რევოლუციებს, გამორიცხულია. უნდა ვიმოქმედოთ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, აუცილებლად ხელისუფლება, რომელიც კანონსა და კონსტიტუციის ფარგლებში დაიცავს ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მხარდაჭერა მას ექნება. როგორ ფიქრობთ, თუ დადასტურდება აი ამ მასალის ავთენტურობა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, როგორი უნდა იყოს შემდგომ სახელმწიფოს რეაგირება? კანონის მიხედვით, ძალიან მარტივად კანონის მიხედვით. ირმა ინაშვილმა ასევე ახსენა კონკრეტული შეზღუდვები და პარტიის როგორც მისი საქმიანობის საერთოდ აკრძალვა მოითხოვა. თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი იძლევა ამის საფუძველს და სამართლებრივ? მე ვერაფერს ვერ გეტყვით, პირველ რიგში მე არა ვარ იურისტი. მე ვენდობი მარტო საკუთარ თვალებს და მარტო საკუთარ ყურებს. დანარჩენი არის კანონის საკითხი, რამდენად სიღრმეებში წავა ეს პრობლემა, რამდენად სერიოზული სახე ექნება, რამდენად მასობრივი იქნება ესა, რამდენად ორგანიზებული იქნება, იმის მიხედვით უნდა იმოქმედოს სახელმწიფო კანონის ფარგლებში. და ბოლოს პრეზიდენტის შეფასებაზეც მინდა კითხოთ, მან წუხილი გამოთქვა, რომ გარკვეული ძალები ისევ ამ ტიპის ჩანაწერებით ქმნიან ქვეყანაში საზოგადოებრივ პოლიტიკურ განწყობებს. აი, თქვენი შეფასება როგორი იქნება? იზიარებთ პრეზიდენტის აი ამ განცხადებას? სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ პრეზიდენტის კომენტარები მე თავიდან ბოლომდე ვერ მოვისმინე, ამიტომ არ მინდა კონტექსტიდან ამოღებულ ფრაზაზე გავაკეთო კომენტარი, მოვისმენ და აუცილებლად მე ჩემს კომენტარს გავაკეთე. გმადლობთ გუბა სანიკიძე, ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი, პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.